მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 11-ზე, მე ქეთევან გრიგორაშვილი ვარ. ეს დღე ჩვენია, მზადება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აქტიურ ფაზაშია. საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის წევრები ამერიკაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ირაკლი ყობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მისალოდ წერილში ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითად ადგილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს კეთილდღეობა. მზადება 26 მაისისთვის აქტიურ ფაზაშია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო კომპონენტი ცერემონიის მთავარი ნაწილია. სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევანდელი დადებს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად დაგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ამ მხრივ თბილისში დატვირთული იქნება ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა ტრადიციული ეროვნული პავილიონები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. ჩვენ წელს ვუმასპინძლებთ ქალაქ მცხეთაში ჩვენ საზოგადოებას. იქნება საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებების, რომელიც დაიწყება დღის 12 საათზე. იქნება მოწყობილი გასართობი შემეცნებითი ზონები სპეციალურად ჩვენი პატარებისთვის. გარდა ამისა, იქნება ძალიან საინტერესო გამოფენები, რომელიც მოეწყობა ადგილზე, ასევე ადგილობრივ მეწარმეებს ექნებათ საშუალება, რომ თავიანთი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ასე ვთქვათ, უზრუნველყონ. იქნება ასევე დღის ბოლოს უკვე კონცერტი, რომელიც მიეძღვნება სპეციალურად 26 მაისს. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ ტრადიციულად საკმაოდ მრავალფეროვანია ღონისძიებები, რომელსაც გეგმავს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით და დახმარებით. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წელს 10-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს ვახორციელებთ კულტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით. ვინაიდან კულტურული კომპონენტი და კულტურული პროგრამები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნის კონტექსტში, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ ზუსტად ჩვენი უნიკალური კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. კაიროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიღება გაიმართა, სადაც ქართული სიმღერებით შესრულდა. კაიროში გაიმართა ტრადიციული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება. ტრადიციულად აღინიშნა ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელსაც საქართველოს ემსახურება, რომელიც ემსახურება კაიროს ძირითად პრინციპებს, იქნება ეს მშვიდობა და უსაფრთხოება, იქნება ეს მდგრადი განვითარება, თუ იქნება ეს ადამიანის უფლებები. ამ მიმართულებით საქართველოს ერთმნიშვნელოვნად გამოირჩევა როგორც წარმატებული ქვეყანა და ეს აღინიშნა დღეს პირად საუბრებში. დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით და თითქმის ორნიშნა ზრდის ტემპით. ეს ნამდვილად გასაოცარია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მინდა მივულოცო ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ვიტყოდი, რომ დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად შედგა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ხალხს, რომელიც აქ ამერიკაში ქართულ სახეს წარმოადგენენ და ეს ხალხი ძალიან ბევრ ქართულ საქმეს აკეთებენ. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. ბერნში ანსამბლ რუსთავის კონცერტი გაიმართა, მიღების ფარგლებში გათამაშდა პირდაპირ ფრენის ავიაბილეთები ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესპანეთში ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ყველაზე დიდი და ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განადგა. მოგესალმებით ესპანეთის ულამაზეს ქალაქ სევილიიდან, სადაც მაქვს პატივი ვიყო საქართველოს საპატიო კონსული და მინდა გულითადად მიულოცო ქართველ ხალხსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გილოცავთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და მიყვარხართ. 26 მაისს საიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. მანამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებაზე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები. გამოიფინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები. ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს საიდარ ალიევის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ჩვენი ქვეყნის გარეთაც. და მნიშვნელოვანია, რომ წელს ამან საქართველოს მთავრობის ინიციატივით და სხვადასხვა სამინისტროების, მათ შორის კულტურის სამინისტროს ჩართულობითაც ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო. საქართველოს კულტურა არის ის თემა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ჟღერს მთელ მსოფლიოში. ყველა მიცის, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი და ამბიცია, რომ კულტურაში ვართ ნამდვილად უნიკალურები. ვფიქრობ, რომ სწორია ის არჩევანი, რომ გავაკეთოთ ესეთი აქცენტი ქართული კულტურის გატანაზე მთელ მსოფლიოში. კულტურის დღეების ფარგლებში ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის. ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა არაჩვეულებრივი მიღება, რომელსაც ესწრებოდა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს ამ ფანტასტიკური პროექტისათვის, რომელიც დაიწყო დღეს და 22 ქვეყანაში იქნება წარდგენილი ქართული ხელოვნება და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, როგორც ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის, ისევე აქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც მოდიან და ესწრებიან ამ კონცერტებს. მაშინ როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება, რადიკალური ფრთა-არეულობის სცენარს ააქტიურებს. ოპოზიციისგან ძალადობა დაანონსებულია, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეროვნული მნიშვნელობის დღის ჩაშლის საშუალება არავის მიეცემა. ორგანიზებას უკეთებს ოპოზიცია რადიკალურ ჯგუფებს, მათ შორის ჩამოყავთ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ 26 მაისს გარკვეულ დაპირისპირებას ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ 26 მაისს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. თუ ვინმე შეეცდება კანონი დაარღვიოს, პასუხი იქნება კანონიდან გამომდინარე. მთელი საზოგადოება, სამხედროები, სამოქალაქო პირები აღნიშნავენ დამოუკიდებლობას და ვიღაცეები აღნიშნავენ საპირისპირო აქციას. განსაკუთრებით ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ისეთ პროვოკაციაზე, რომელსაც სავარაუდოდ თუ ჩაიდენს სამოქალაქო სექტორი, ეგრეთ წოდებული NGO-ები, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სწორედ უცხოელი პარტნიორები აფინანსებენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქართულმა დეპუტატებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. დღის განმავლობაში არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული მხარე მთავარი გზავნილების გასახმიანებლად იყენებს იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური, ობიექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ყველა პარტნიორი ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველოს იყო, არის და რჩება ნატოსთვის ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან პარტნიორად და ცალსახად ყველა ერთმად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას, მისი ტერიტორიული ძალიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას, რაც რა თქმა უნდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი დელეგაციის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ სულ უკვე შევხვდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რომელთანაც განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყველა ეს შეხვედრა ემსახურება
როგორც თანამშრომლობის შემდგომ კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადახვდათ, ასევე ემსახურება იმ ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სწორად და პირველ წყაროდან იყოს მიწოდებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მოადგილე კრის ლანდაუ, რომელმაც ერთგვარი ახალი ეპოქის დასაწყისი დაანონსა. მას ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდა განსაკუთრებით საქართველოსა და მსგავსი ქვეყნებისგან მიმართებაში. პირველ რიგში მან განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ხმა იქნება მოსმენილი, გათვალისწინებული, ასევე ხაზი გაუსვა მან ტრამპის გამოსვლას რიადში, სადაც წინა ადმინისტრაციების ფილოსოფია სრულიად კატასტროფულად დაასახელა და აღნიშნა, რომ ახლანდელი მიდგომით ტრამპის ადმინისტრაცია არ მოусმენს შორეულ ბიუროკრატებს, NGO-ს წარმომადგენლებს, არამედ მათთვის მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტები. აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ღონისძიება გაიმართა. მოიწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა. ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე შედგა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა კონცერტი. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით გაიმართა. აფხაზეთობის ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ როგორ გვიყვარს აფხაზეთი ჩვენს გულებშია და მე მინდა რომ დღევანდელი დღე მიულოცო ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას და ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ზეები ცოტა ცრემლებით ახლავს ყოველთვის ამას, იმიტომ რომ უსამართლობა მოხდა. ჩვენთვის ეს არის ტკივილი, ეს არის გული, ერთობით ლოცვით არც დაგვავიწყდება აფხაზეთი და შევხვდებით ერთმანეთს. 2025 წლის აფხაზეთმა ეს ძალიან განსხვავებული. ჩემი კალიგრაფიული ნამუშევარი მიუძღვენი დღევანდელ დღეს და მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მოდერნიზაციის პროექტის დასკვნით სამუშაოებს გაეცნოდა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ლაშა აბაშიძის განმარტებით მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ქვეყნის სარკინიგზო და სატრანზიტო პოტენციალს გააზრდის. ცნობისთვის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია, სახანძრო სისტემების, ვიდეო სათვალთვალო კამერების და დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს პროექტი შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, ასევე არის რეგიონალური მასშტაბის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ ქვეყანას, რომ გახდეს უფრო მეტად კონკურენტული და უფრო მეტად მიმზიდველი, როგორც სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანა. ამტარობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგდება და ასევე მგზავრთა გადაყვანის ნაწილში იქნება მიმოსვლის დრო იქნება შემცირებული. ასე რომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სწრაფად დავასრულოთ და გავხსნათ ეს აღნიშნული პროექტი. სოფელ მრავალძალში დასუფთავების აქცია გაიმართა. მიზანი გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა. ტაძრის ტერიტორიის და საავტომობილო გზის მიმდებარე ადგილების დასუფთავებასთან ერთად მომცოლთა შემოწირულობით შეგროვებული თანხით და შეპოსონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ჩართულობით მრავალძალის ტაძრის ეზოში დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. აქციაში მონაწილეობას იღებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის წვნებულის ადმინისტრაცია, ორის მუნიციპალიტეტი და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. ვფიქრობ, ამდაგვარი აქტივობები ჩვენს რეგიონში აუცილებელია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო კარგი საქმის კეთებას. საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის ნახევარფინალში ამერიკელი მარტინ დამის 3 სეტში 7-5, 6-7, 7-6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა გადამწყვეტ მატჩი. გამსვლის ბედი კი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 286 ნომერმა ფურცელაძემ 9-7 მოიგო. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება და საბას მეტოქე იტალიელი ფედერიკო ჩინა იქნება. ზედიზედ მეორე დღეა მესამე სეტში 7-6 მაჯბოლებიდან ზუსტად იდენტური ანგარიში იყო, მეორე სეტში იყო გუშინ 7-5. არ ვიცი, წარმომადგენელი რაღაცა მოხდა, თამაშის ბოლოს
მის ჩაწოდებაზე, როდესაც ქულას ვერ ვიგებდი მთელი მეორე და მესამე სეტი, მე მეგონა თამაში უკვე დამთავრებული იყო, დაძაბულობა ძალიან მაღალი იყო, ამანაც თავისი გავლენა იქონია ამაზე და არ ვიცი, ჯერ ვერ ვხვდები, ძალიან ბედნიერი ვარ. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ATP-ის ტურნირი განსხვავებული ITF-ისგან და არის უძლიერესი შემადგენლობა და ძალიან გახარებული ვარ, ულოცავ არა მარტო ჩვენ საკუთარ თავს და საბას, არამედ ყველა ჩოგბურთის გულშემატკივარს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან ესწრებოდნენ. სპორტსმენთა ფორუმზე თანამედროვე საზოგადოებაში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის როლზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საგანმანათლებლო სემინარის მნიშვნელობას. დასასრულს კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. არაერთხელ ვიღებ ამ ფორმაში მონაწილეობას, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სპორტსმენისთვის, იმიტომ რომ გავდივართ სხვადასხვა საკითხებს, რაც სპორტსმენისთვის აუცილებელია ცოდნისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავხადო ოლიმპიურ კომიტეტს ამ საშუალებისთვის. დაახლოებით 60-მდე ათლეტი ესწრებოდა, ეს ძალიან ხელს უწყობს ათლეტთა ინფორმაციას მიღება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ოლიმპიური კომიტეტი გააგრძელებს ესეთ ფორუმების და სემინარების ჩატარებას. ინფორმაციულად ყველაფერი მოვიცავით, რაც შეიძლება ჩვენ სპორტსმენებს, წამყვან სპორტსმენებს, მოქმედს, ვეტერან სპორტსმენებს ვცოდნათ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომში რა თქმა უნდა ოლიმპიური კომიტეტი განაგრძობს ყველა ორგანიზებაში მონაწილეობას და ძალიან კარგი იყო ჩვენი ახალგაზრდები ჩართულებები და დიდი ინტერესით. დღის ყველა სიახლეს ვრცლად გაიცნობით იმედი ნიუსჩიზე ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2-ზე დაბრუნდება დროებით.